იცით მე როცა სახარებას ან ახალ ახმას ან ძველ ახმას ან ბიბლიას ვკითხულობ რაც ღმერთმა გააკეთა ჩვენთვის ეს არის ადამიანური სახე დაუბრუნა ადამიანებს და ადამიანებს რაც დაავიწყდათ ის შეახსენა ახალ ახმაში იესო მეტი არაფერი არ იქადაგა იცით ძალიან ხშირად ადამიანებს გონიათ ბიბლია და აი ბიბლიაში ისეთი რაღაცები წერია და საერთოდ არც მინდა რომ წავიკითხო ბიბლია საერთოდ რომ გვერდზე გადადო რაც ადამიანს გულში უნდა ჰქონდეს იმაზე მეტი არ წერია ბიბლიაში ადამიანი რო უნდა გიყვარდეს ადამიანებს პატივს რო უნდა სცემდე და გულს არ უჭრიდე ადამიანებს რო უნდა შუამდგომლობ თუ შეგიძლია რო უნდა დაეხმარო რო არ გაასამართლო სიყვარული რო ქონდეს მეც არაფერს არ ამბობს ქრისტიანობა და ჩვენ თუ ქრისტიანები ვართ მაშინ ეს ყველაფერი ჩვენს გულში უნდა იყოს ხომ გეუწყაო ღმერთი ეუბნება ადამიანს რა არის სიკეთე ხომ გეუწყაო იმიტომ რომ ვიღაცა შენთვის სიკეთე გაუკეთებია ხომ კარგი იყო ხომ კარგი არის სიკეთე ღმერთისგანაც სიკეთე მოდის ხო კარგი არის ხომ გეუწყაო რომ რა არის სიკეთეო შემდეგ ნახეთ და რა სიტყავს იციო შენგან უფალიო ხოლო სიმართლის ქმნას წყალობის სიყვარულს და მოწწებით სიარულს შენი უფლის წინაშე წარმოიდგინეთ რა თვითმფრენი სიტყვებია რა სიტყავს ადამიანო შენგან უფალი სამართლიანად რომ იცხოვრო სამართალი გქონდეს გულში სამართლიანად გასწრე თუნდა სამართლიანად მოიქცე სამართლიანად განსაჯო სამართლიანად განიკითხო არ იყო შენში უსამართლობა ღმერთი მოითხოვს ამას ადამიანისგან თურმე და როგორ საოცრად არის ჩადეული აი ამ პატარა მუხლში ღმერთის ნება ადამიანის მიმართ ხომ გეუწყა შენ ადამიანო რა არის სიკეთე და რა სიტყავს შენგან უფალი ხოლო სიმართლის ქმნას წყალობის სიყვარულს მოწყალების სიყვარულს ასე წერია და უფალი ამბობდა გაცემა მეტი ნეტარებაა ვიდრე მიღებაო რა თქმა უნდა მიღებაც უხარია ადამიანს მაგრამ გეუბნებით გაცემა მეტი ნეტარება არის შემდეგ ნახეთ როცა იოანე მოდის სანამ იესო გამოეცხადება ქრისტიანებას და დაიწყებს გადაგებას როცა იოანე ნათლისმცემელი მოდის რა გადაგებას იწყებს ძალიან მარტივი იყო ეს გადაგება მაგრამ ნახეთ რას ამბობს ეკითხებოდა მას ხალხი ჩვენ რა ვქნათო როგორ მოვიქცე და იოანე პასუხობდა იოანე ნათლისმცემელზეა საუბარი ნახეთ რას ეუბნებოდა ძალიან მარტივი სიტყვებია ვისაც ორი მოსასხამი აქვს მისცეს უქონეს ვისაც საზრდო აქვს ისიც ასე მოიქცეს რა მარტივი იყო წარმოგიდგენიათ გადაგება იოანესი ვისაც ორი მოსასხამი აქვს მისცესო უქონესო ვისაც საზრდო აქვს ისიც ასე მოიქცეს ყველაფერს ეხება ეს ყველა სიტუაცია ჩვენ როცა ამას ქველმოქმედებას გეგმავდით რას ვაცხადებთ ხოლმე იცი სახში ყველას გვაქვს ნიუტები ტექნიკა ჭურჭელი არის ასած რაც მოგცეს და არ გამოგიყენებია ხალხო ყველას აქვს აბსოლუტურად ყველას და ვთქვით რომ მოდი ეს ყველაფერი და ამას ვამბობთ ხოლმე მოდი ჩავალაგოთ შენ ხო საჩუქრად მოგიტანეს არ გამოგიყენებია სერვისი ქონდა ტექნიკა არის შეიძლება სხვა საჩუქრად არ გამოგიყენებია ორი გაქვს ამას ამბობს იოანე ორი ვისაც აქვს ერთი აიღოს და სხვას მისცეს იმიტომ რომ რადგინა რომ გეძოს მაინც არ იყენებ იგივე არის საზრდოზე იგივე არის ფინანსებზე იგივე არის ყველაფერზე ხვდები ანუ უფალმა ეს ჩაცვა თავის გადაგებაში რომ თუ ღმერთი არის კეთილი და იცის ყველაფერს ღმერთი არის კეთილი შვილო შენ თუ ჩემი შვილი ხარ შენ ვიყავი კეთილი და გიგითხოთ ამას უკვე უფალი ამბობს ნახეთ მათეს სახარების 11 თავი არის 28-დან 30 მუხლამდე შეგიძლიათ მე თქვენს ნახოთ ეს მუხლები ნახეთ რას ამბობს მოდიდო ჩემთან ყოველგვარო მაშვარო და ძიმენო და მე მოგასწრებდო თქვენ უფალი იესო ქრისტე როცა გადაგებას იწყებს ამბობს მოდით ჩემთან ყოველგვარო მაშვარო და ძიმენო და მე მოგასწრებ თქვენ შემდეგ იტვირთა ჩემი უხელი ისწავლეთ ჩემგან რადგან მე მშვიდი და თავმდაბალი ვარ და ყოველ სული სიმშვიდეს ვინაიდან ჩემი უხელი საამურია ჩემი თვითი მსუბუქი აი ამ სამ მუხლში მე მინდა რომ ცოტათი აგიხსნათ რას გულისხმობს უფალი პირველ რიგში როცა ამბობს მოდი ჩემთან მაშვარო და ძიმენო რა იცოდა უფალმა რომ ყველა თვითმძიმე იყო და ყველა მაშვარი იყო
რა იცოდა უფალმა რომ ყველას პრობლემა ჰქონდა, ყველას გულის ტკივილი ჰქონდა, ყველას წუხილი ჰქონდა, რა იცოდა უფალმა? ღმერთის გარეშე ყველა ადამიანი არის პირმძიმე. ღმერთის გარეშე ყველა ადამიანი არის მაშვარი, ყველა ადამიანი ჭირდება ღმერთი და ხსნად. ნახეთ რა იტვირთეთო, ჩემი უღელიო. და ისწავლეთო ჩემგანო და პოვებთო სული სიმშვიდესო. ნახეთ რა ყოფილა ყველაზე მნიშვნელოვანი. სული სიმშვიდე. ადამიანს თუ არა აქვს სული სიმშვიდე, რაც არ უნდა მიეცი, რაც არ უნდა გაუკეთო. შეიძლება გაუხარდეს ცოტა ხანი, მაგრამ იმის შემდეგ ისევ სიცარიელე ექნება გულში. ამიტომ უფალი ამბობს, მოდით ჩემთან და თქვენი ტვირთი დატოვეთ ჩემთან. იტვირთეთ ჩემი უღელი, იმიტომ რომ საამური არისო ჩემი უღელი, მე მშვიდი ვარო, თავმდაბალი ვარო ამბობს უფალი. წარმოგიდგენიათ? ამიტომ კიდევ ამბობ, ყველა ვინც გვისმენს სიტყვას, თითქმის ყველა ვართ ქრისტიანები, თუნდაც სხვა ჯულის ან სხვა წამსის ადამიანი იყოს, ყველასთვის მოხდა იესო ქრისტე და ყველა უყვარს ღმერთს. თითოეული ჩვენთაგანი უნდა ვკითხულობდეთ ბიბლიას, ახალ აღთქმას, ტელეფონი ხო ყველას გაქვს. აი აქ შეგიძლიათ ჩამოვთითოთ ბიბლია და ახალი აღთქმა და უნდა იცოდე აღთქმა, რომელიც შენ მოგცა უფალმა, რას გეუბნება ღმერთის სიტყვა და რას ამბობს შენზე. მე მინდა რომ კიდე ერთი ადგილი თქვა, ესეც უფლის სიტყვებია. მაშინ უთხრა თავის მოწაფეებს, ვისაც უნდა ორო გამომყვეს. ეხლა ხო ამბობდა რომ მოდი ჩემთანო გაშვალო და თურქციმენო. ვიღაცა მივა, ვიღაცა არ მივა, ვიღაცა მივა, ვიღაცას ეკრება სული, მაგრამ ნახე თავის მოწაფეებს უკვე, თავის მოწაფეების ხვები არიან. მოწაფეები ისინი არიან, ვინც გადაწყვით არა უფალთან მივიდეს, გადაწყვით არა უფალს მსახუროს. მოწაფეებს ნახეთ რას ეუბნება. ვისაც უნდა რომ გამომყვეს, ანუ უნდა რომ იესოს გაყვეს. ნახეთ რას ამბობს. ვისაც უნდა რომ გამომყვეს, უარყოს თავისი თავი, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე. უარყოს თავისი თავი, ეს პირველი არის. ადამიანს ვისაც უნდა რომ გაყვეს, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის. და მესამე, ჯვარი უნდა აიღო. შენი თავი უნდა უარყო. იცი რას ნიშნავს შენი თავის უარყოფა? აი შენს მეზობელს რომ ვერ იტან დასანახავად. აი შენს თანამშრომელს რომ ვერ იტან. აი შენს ნათესავს დაახლოვებს. ცუდი რო გაგიკეთა და რო ამბობ, აი მაგას ვაჩვენებდე, როგორი ვარ და რამდენი სიკეთეს უკეთები. როცა იტყვი რომ მე ვპატიობ მას. აი ეს არის შენი თავის უარყოფა. როცა ადამიანი რომელიც შენგან სიკეთეს არ მოელის, შეიძლება გამარჯვებასაც არ მოელის და ადამიანს გაღიმებული ხვდები და ეუბნები. განა არ გახსოვს რა გააკეთა მან შენთვის. ცუდი რო გაგიკეთა, განა არ გახსოვს. მაგრამ შენს თავს აჯობე და ამბობ. მე მას აღარ გაუხსენებ თავის შეცოდებას. ამით შენ თავს უარყოფ, იმიტომ რომ ადამიანები ესე არ იქცევიან, ქრისტიანები ასე იქცევიან.